მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ერთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის შეკითხვას, რომელზეც სხვადასხვა ძალიან რთულად მომეჩვენა იმ მომენტში პასუხის გაცემა და მე ვიფიქრე, რომ ჩავწერ საჯარო გაშლას ამაზე და ვნახოთ რა იქნება. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ჩემო ძვირფასებო. სად არის ჩემი ქალური ბედნიერება? ანუ სად დავკარგე მე ჩემი თავი როგორც ქალმა? ეხლა აქ არ დამიწეროთ 2 სათაური რა საჭიროაო და ვინც დამიწერთ ცისფერი მთები ანუ ტიანშანი ჩართეთ და გადაიმეორეთ. ეს ისე იუმორით. მაგრამ ნახეთ, ხშირად არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ქალებს გვაქვს აღქმა და ვფიქრობ, რომ სხვადასხვა სანამ დავასრულებ იმ აზრს, ვფიქრობ, რომ ეს საჯარო გაშლა საინტერესო იქნება როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის. იმიტომ რომ ხშირად არა თუ მამაკაც ქალებსაც ძალიან გვიჭირს გავიგოთ სად არის ჩვენი ბედნიერება, რა გვინდა, საით მივდივართ და ეს მხოლოდ როგორც სქესის დამახასიათებელი გაურკვევლობა არ არის. ეს პირადად ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ, რომ არანაკლებად ახასიათებთ მამაკაცებსაც, უბრალოდ მათ ამის აღიარება. ზოგჯერ საკუთარ თავთანაც არ უნდათ, ზოგჯერ უბრალოდ თვლიან, რომ ეს არ აძლევენ, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, საკუთარ თავს უფრო მეტად გახსნის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ კითხვა როგორც ასეთი, ხო? დღევანდელი გაშლის ეხება ქალბატონებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მოისმინონ მამაკაცებმაც, მათთვის მათი ინტერესის ობიექტთან დაკავშირებით იქნება ეს მეუღლე, პარტნიორი, პოტენციური პარტნიორი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ შეკითხვა, სად არის ჩემი ქალური ბედნიერება? ანუ სად დავკარგე მე ჩემი თავი როგორც ქალმა? იქნებ საერთოდ არც დაკარგეთ და თქვენ გონიათ რომ დაკარგეთ. იქნებ მართლა დაკარგეთ და მოდით ვცადოთ დღეს რას გვეტყვის ტარო. დღევანდელი გაშლა არ იქნება ჩემო ძვირფასებო ვარიანტებად. უბრალოდ იმისათვის რომ გაიგოთ თქვენია თუ არა ეს კონკრეტული საჯარო გაშლა, გავაკეთოთ მოკლე იდენტიფიკაცია რა ენერგიებში მყოფებით ახლა ამისათვის და თუ დაემთხვა ეს იდენტიფიკაცია, განაგრძეთ ყურება. თუ არ დაემთხვა, მაშინ ეს გაშლა თქვენთვის არ არის და ვნახოთ ახლა აი ჩემი მსმენელებისთვის რა ენერგიებში იმყოფება ახლა ადამიანი. ორიანი ხმლები, არკანი განდეგილი და არკანი ძალა. თავად მოვიდა აქ არკანი ძალა. ჩემო კარგებო, ადამიანი, რომელიც ამ გაშლას უყურებს, თავის თავში აერთიანებს ორ ძალიან ძლიერ პერსონაჟს და რას ნიშნავს ამ ორი ძალიან ძლიერი პერსონაჟის გაერთიანება? ნახეთ, ორიანი ხმლების ენერგია არის ზუსტად ის შინაგანი კონფლიქტი, ის შინაგანი გახლეჩვა, რაშიც ეხლა თქვენ ხართ. თქვენი ერთი მხარე მოწოდებულია იმისკენ, რომ აი მართლა დაწვეთ და საბანი გადაიფაროთ, რასაც ქვია და აღარასოდეს აღარ ადგეთ, სანამ თქვენი შეფასებით ისევ მზე არ გამოანათებს, ხოლო მეორე მხარე გეუბნებათ, რომ რა დროს ძილია ადექი იბრძოლე და ამ ბრძოლას აუცილებლად მოყვება შედეგი. ეს არის თქვენი შინაგანი საკმაოდ დაძაბული კონფლიქტური მდგომარეობა და ეხლა მახსენდება ერთი ძალიან ესეთი ცნობილი ფსიქიატრის კვლევის შედეგი. ყველაზე საშიში იცით, როდის არის დეპრესიაო, ესეთი კვლევა არსებობს, როდესაც ადამიანი იღიმის გარეგნულად, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო არის აბსოლუტურად
დანგრეული. და რის ხარჯზე ინგრევა ხშირად ადამიანების შინაგანი სამყარო, იცით? იმიტომ რომ მათ ემართებათ აღქმა, რომ გარშემომყოფებს მათი არ ესმით. ან გარშემომყოფები ვერ ხედავენ ამ ადამიანების სისუსტეებს, სუსტ მხარეებს და თვითონ ეს პერსონები, ეს ადამიანები არიან იმდენად ძლიერები, რომ დადგნენ და ითხოვონ, რომ იცი რა, მე სუსტად ვარ, ეს ძალიან უჭირთ. და ეს შინაგანი კონფლიქტია ზუსტად თქვენს შემთხვევაში შემოკარგებო გამოხატული, რომ თქვენ იცით რა, გარემომ სადაც ხართ, იმან შექმნათ ისეთად, რომ უნდა იბრძოლოთ, აი ლომიც რომ დაგჭირდეთ, რომ შიშველი ხელებით მოათვინიეროთ, უნდა მოათვინიეროთ. ეს თქვენ გასწავლათ გარემომ, შეიძლება ჩაგაგდოთ ისეთ სიტუაციაში ცხოვრებამ არაერთხელ, რომ სწორედაც შიშველი ხელებით დაგჭირდათ ლომის მოგერიება და მოთვინიერება. მაგრამ მეორე არის თქვენი სულიერი გზა, თქვენი სული რას ითხოვს, სად არის თქვენი სული და აი თქვენი სული ითხოვს სწორედ განდეგილობას, თქვენი სული ითხოვს რაღაცნაირად განმარტოვებას, თქვენი სული ითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ამისათვის სივრცეს, რომელიც ასევე არ გაგაჩნიათ აი ამ მოცემულობის მიხედვით და ვერ ყალიბდებით რაქნათ, ანუ რომელს მიეპყროთ, რომელს მიენდოთ, რომელს მისცეთ უფრო მეტი თავისუფლება თქვენს შინაგან სამყაროში. ნახოთ კიდე რა ენერგიებში ხართ აბა. აი ხო გეუბნებით, ხმლის ტუზი მოვიდა პირდაპირ, არკანი მეეტლე და არკანი თასების რაინდი. აქ საერთოდ არ გამოურიცხავთ ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენს შემთხვევაში არსებობდეს მოცემულობა, როდესაც აი ერთ დღეს ემოციურად მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს მე მგონია, რომ მიყვება ამ სიტუაციას, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე აგიღოთ პასუხისმგებლობები. კი ბატონო, აქ ზოგმა შეიძლება სხვათა შორის აქ ძალიან ბევრი მიყურებს შეიძლება ემიგრაციიდან, იმიტომ რომ ორჯერ მოვიდა აქ ემიგრაციის არკანი, მეეტლე და არკანი ორიანი კვერთხები, ანუ თქვენ მიიღეთ, რომ თქვენ უნდა აგიღოთ მართვის სადავეები ხელში და გადაწყვეტეთ, რომ აი სწრაფად თვით გადარჩენისთვის აუცილებელი იყო, თუნდაც შეიძლება ემიგრაციაში წასვლა, ახალი ცხოვრების დაწყება. ზოგს რომ გონია, რომ ემიგრაციაში ადამიანები შენდებიან, იმ ადამიანებს მე მკითხეთ, რამხელა პრობლემები აქვთ, როგორ ენატრებათ. პრობლემები რა არის, რისგან გამოწვეული, ფული არ არის ადამიანებო, ბედნიერება ყოველთვის და ის ფინანსური კეთილდღეობა. კი, იმ მომენტში, როცა დაუშვათ ამოისუნთქავენ, ეს ერთი ფინანსური პრობლემა თან სდევთ, მაგრამ თან დატოვეს შვილები ზოგმა დატოვა საყვარელი ადამიანი, ზოგმა დატოვა მშობელი და მოუწია, რომ შეჭიდებოდა აი ამ ყველაფერს. აი ეს ხართ თქვენ, აი აქ ამიტომ იჩვენებს განდეგილს და აქ ამიტომ იჩვენებს არკან ძალას. სრულიად არ არის აქ გამორიცხული სხვათა შორის, რომ აი შორს ხართ მეორე ვარიანტი წამოიღო, ეხა შორს ხართ თქვენი ძვირფასი ადამიანებისგან, ესეც არის. და აი ენერგიას მიჩვენებს ახალ დასაწყის, თითქოს აი რაღაცა ცდილობთ, რომ საკუთარ თავს შთააგონოთ, დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ უნდა გაძლიერდეთ, რომ აი მართლა წეღარ რო ვთქვით, დაწოლის და საბნის გადაფარების დრო არ არის. იცით როგორ ენერგიებს მიჩვენებს, აი ნახეთ, კვერთხების მეფე მოვიდა აქ ენერგიად და მერე მოყვარვიანი კვერთხები, ხუთიანი პენტაკლები და არკანი მთვარი და რვიანი თასები. ანუ თითქოს ანუ სიტუაცია, როდესაც საკუთარ თავს ფაქტობრივად არ აძლევთ იმის უფლებას, რომ დააგძლიოთ მელანქოლიამ, დააგძლიოთ სევდამ და ეს მომოდუნდეთ მართლა და მიეცეთ იმ დინებას, რაც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თუ ამ დინებაში გაყვებით ხო ამ პროცესებს, ეს დამღუპველია. კი, აი ნახეთ, დასტის ბოლოს გვაქვს არკანი ფორტუნას ბორბალი, 10-იანი კვერთხები და არკანი ეშმაკი. არკანი ვარსკვლავიც მათ შორის, ხმლების რაინდი და
4-იანი კვერთხები. ჩემოკარგებო, მეწეღან რო ვთქვი, რომ აქ ემიგრაციაში იქნება ბევრი, თქო, ნამდვილად ესე იქნება, იმიტომ რომ აქ დანგრეულ ოჯახსაც მიჩვენებს, დანგრეულ სასიყვარულო ურთიერთობასაც მიჩვენებს. მდგომარეობას, როდესაც ადამიანმა გადაწყვიტა, ანუ თქვენ ქალბატონებზე მაქვს აქ საუბარი, გადაწყვიტეთ, რომ ყველაფრის ფასად უნდა გადარჩეთ და ეს არჩევანი გააკეთეთ, მაგრამ ძალიან გიჭირთ ამ არჩევანთან მიმართებაში დარჩეთ საკუთარი თავის ერთგულად. მაგრამ ამავე დროს არსებობს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები, არსებობს თქვენს ცხოვრებაში ბევრი გამოცდილება, რომელმაც გასწავლათ, რომ უნდა იბრძოლოთ, რომ მართლაც თუ საჭიროა ლომი დაამარცხოთ შიშველი ხელებით, ჩემოკარგებო. მოკლედ აი ესე თუ რეზონირდა ეს შესავალი, ეს იდენტიფიკაცია ფაქტიურად, მაშინ განაგრძეთ ყურება. თუ არ რეზონირდა, მაგ შემთხვევაში ეს გაშლოთ ჩემოკარგებო თქვენთვის არ არის და ტყუილად უნდა კარგავთ დროს. ეხლა კი ნახოთ ესეთი შემდეგი შეკითხვები. მარტო ის ხო არ არის, რომ გავიგოთ რა ხდება, ანუ სად დავკარგე და უშვათ ჩემი თავი, ხო? აქ უკვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა ავიღოთ მართლაც ხელში მართვის სადავეები და როგორ უნდა ვესაუბროთ ჩვენს ცნობიერ თუ არაცნობიერ გონებას, ისე რომ ჩვენ ვიბატონოთ მასზე და არა პირიქით. კითხვა შემდეგი არის ესეთი, მოდი ამ დასტით ვიმუშაოთ. რაშია თქვენი ქალური ძალა, ნახოთ, ხო? ანუ აქ არ მიყურებს სუსტი ადამიანების კატეგორია არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორი უკიდურესად საწინააღმდეგო ენერგიები მიჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამხელა ენერგიის მქონე ქალბატონები, ამხელა ძალის მქონე ქალბატონები სუსტები ნამდვილად ვერ იქნებით. მაგრამ მაინც ვნახოთ, რაშია თქვენი ქალური ძალა. ამ დასტით ვნახოთ ესე. რაშია თქვენი ქალური ძალა. ესეთი შეკითხვა გვაქვს აქ. ამ დასტით კითხოთ ტაროს. რა განსაზღვრავს თქვენი შეფასებით ქალურ ბედნიერებას? ანუ რა არის ის მომენტი, ის წერტილი, ის დანიშნულება, როდესაც საკუთარ თავს ჩათვლით, რომ მიაღწიეთ ქალურ ბედნიერებას და მიიღეთ ცხოვრებისგან ყველა ის კეთილდღეობა, რაც ამ ბედნიერების განცდას თან ახლავს. ნახოთ აბა, რა განსაზღვრავს თქვენი შეფასებით ქალურ ბედნიერებას? თქვენთვის კონკრეტულად. სხვისთვის შეიძლება ის სხვა იყოს, რა თქმა უნდა, ხო? აი ნახოთ ახლა, რა განსაზღვრავს თქვენი შეფასებით ქალურ ბედნიერებას. ესე და ბოლოს მე მინდა რომ ამოვიღო ესეთი შთამაგონებელი რჩევა, გინდათ უწოდეთ, გინდათ ფრაზა, თუ როგორ უნდა დავუბრუნდე მე საკუთარ თავს. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს ყველას. საკუთარ თავს თუ დავკარგავთ ყველაფერს. ბედნიერებასაც, კეთილდღეობასაც, ოჯახსაც, საყვარელ ადამიანებსაც და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მესთან კავშირს, ჩვენ სულთან კავშირს და ეს სულთან კავშირი თუ დაკარგულია, უკვე მე ყველაფერს ფაქტობრივად აზრი აქვს დაკარგული ავტომატურად. ამიტომ ეს მინდა რომ თქვენთვის გავხადო შთაგონების ნაწილად, რომ იმუშაოთ ამ თემებზე. და ვკითხოთ ახლა ამ დასტას, როგორ დავუბრუნდე, აი როგორ დაუბრუნდეს დღევანდელი გაშლის მსმენელი საკუთარ თავს. რა უნდა გააკეთოს, რას გვირჩევს, რას გვეტყვის, როგორ უნდა დაუბრუნდეთ. Unbind inner chains. ანუ და უკვე გვესაუბრება, რომ შინაგანი ჯაჭვები განჯაჭვეთ გახსენითო, მაგრამ მაინც ვნახოთ. შევხედოთ ხო, რაშია თქვენი ქალური ძალა ამ დასტით. და მოვიდე ნახეთ ახლა საოცრება.
წერა ხომ ელაპარაკა განდეგილებზე და ძალის არკანებზე და აგერ თქვენი ქალური ძალა რა შეათქო ეკითხები და პირდაპირ არკანი იმპერატორი ქალი მოვიდა აქ. მოვიდა ხმლების პაჟი და მოვიდა კვერთხების რაინდი. ძალიან ცეცხლოვანი ადამიანები მიყურებთ აქ ჩემო კარგებო, ძალიან ცეცხლოვანი ადამიანები, პიროვნებები, რომელთაც მართლა ქალური ენერგიები გაქვთ რეალურად თქვენს შიგნით და ზუსტად იცით, სად არის თქვენი ქალური ძალა, სად არის თქვენი ქალური სიბრძნე, სად არის თქვენი ქალური მომხიბვლელობა, სად არის თქვენი საზღვრები. აქ არ მიყურებს ადამიანი, რომელსაც გათვითცნობიერებული არ აქვს, სად გადის მისი საზღვარი. ესეც ძალიან დიდი შეგრძნება არის. სხვათა შორის ურთიერთობებში ხშირად ვაწყდები ხოლმე, ხა მე უკვე სხვანაირად აღვიქვამ ამ საკითხებს, მაგრამ მაინც როდესაც ადამიანის საზღვარს ვერ ხვდება, სად გადის მისი საზღვარი. აი აქ ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად იცით, სად გადის თქვენი საზღვარი. ჩემო ძვირფასებო. გაქვთ აი ყველანაირი კეთილდღეობის შექმნის, მოტანის, განხორციელების უნარი. თქვენ ხელგეწიფებათ მართლა აი იც პირდაპირ არის თქვენ შემთხვევაში გამოთქმა, აი აბსოლუტურად სწორად, რომ ქალს რასაც მიუტანო, იმას გააორმაგებსო. აი ეს არის თქვენზე. ცუდს მოგიტანენ, ცუდს გააორმაგებთ, იმიტომ რომ იმპერატორი ქალი აქ არ არის ჩემო კარგებო ადამიანი, რომელიც ეს რაღაცა თავის დანიშნულების მიხედვით შეუძლია რომ მართოს ნებისმიერმა ადამიანმა, იქნება ეს პარტნიორი თუ ვინც გინდა ის იყოს, ხო? იმპერატორმა ქალმა ზუსტად იცის, რომ ეს არის იმპერატორი, ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან, ზუსტად იცის რას ვერ იღებს ამავე დროს ცხოვრებიდან და მიილტვის ზუსტად იქითკენ, რომ შექმნას ეს მისი პირადი კეთილდღეობა, ხო? სად ანუ არის თქვენი, ანუ რაშია თქვენი ქალური ძალა, ამას რო ვეუბნებით, თქვენ თავად ხართ იმპერატორი ქალი, თავად ხართ მმართველი ადამიანი. მე ხა საერთოდ არ გეპირფერებით აქ და არ გეუბნებით იმას, რომ იცით რა თქვენში ყველაფერია და ასე შემდეგ, თუმცა აგერ ფაქტის სახეზია, რომ ეს ასია და ისიც არაერთხელ დამტკიცებულა, რომ ყველა ძლიერი მამაკაცის უკან დგას ორჯერ უფრო ძლიერი ქალი. მე არ ვამბობ, რომ ესეთი ანუ სუსტი ქალი ძლიერი მამაკაცის უკან ფიზიკურად ვერ იდგება. ყველა ძლიერი მამაკაცის უკან, იმიტომ რომ მამაკაცები არიან პიროვნებები, როცა გაიხურავენ კარს, მათ უნდა გქონდეთ შინაგანი სიმშვიდე, რომ სახლში არის ყველაფერი კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა ამ დროს შეიძლება იმუშაოს, ქალმა შეიძლება ამ დროს ბავშვებსაც მიხედოს პარალელურად, სახლკარსაც მიხედოს, სადილიც გააკეთოს და სამსახურშიც აბსოლუტურად პროდუქტიული იყოს, ხო? ამას სუსტი ადამიანები ვერანაირად ვერ მოახერხებენ. და მამაკაცები არ გაკნინებთ, ჩემო ძვირფასო მამაკაცებო, ვინც აქ მიყურებს მე მამაკაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად აცნობიერებთ იმას, რასაც ახლა მე ვამბობ და აბსოლუტურად არ მიიღებთ ამ საკითხს შეურაცხყოფად. მქონია პირად გაშლებში თქვენთან შეხება და ვიცი რა კატეგორია მყავს მსმენელი, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და გაფასებთ. ხო? ეს ძალიან დიდი ეს არის ასე რომ ვთქვათ დასაფასებელი თვისება მამაკაცის მხრიდანაც, როცა აცნობიერებს ვინ ყავს გვერდით, ხო? აი ზუსტად ეგეთი შემთხვევაა აქ ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ ხართ ცეცხლოვანი ენერგიის მქონე ქალი, თქვენ არ შეგიძლიათ ერთ ჩარჩოში მოქცევა და ერთ კვადრატში მოძრაობა. მართლა არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ აგერ არის ხმლების პაჟი და კვერთხების რაინდის ენერგია, რომელიც სულ მოძრაობისკენ მოგიწოდებთ, სულ გადაადგილებისკენ მოგიწოდებთ, სულ რაღაცა ინიციატივისკენ, სიახლისკენ მოგიწოდებთ. ეს ხართ თქვენ, იმიტომ რომ იმპერატორ ქალს აქვს ძალიან ბევრი იდეები შეიძლება უჩნდებოდეს, ძალიან აქტიური, ისეთი ენერგიის მატარებელი ქალი იყოთ რა.
მართლა ქალური ენერგიის, სადაც შედიხართ, რომ შეგქონდეთ სიცოცხლე, ენერგია, სიხალისე, სინათლე. აი ესეთი ქალები ხართ და ამ დროს გაგაჩნდეთ უდიდესი შინაგანი სიბრძნე, დახვეწილობა, რაღაცა იწეღა რო გითხარით თქვენი საზღვრები, იმიტომ რომ ესე ზედმეტად ამ საზღვრებს ვერავინ ვერ გადმოლახავს და თუ გადმოლახავს, იმის უნარიც გაგაჩნიათ, რომ მიაყენოთ თავის ადგილზე და დატოვოთ იქ, სადაც არის, ხო? არა აქვს ამას მნიშვნელობა ქალი თუ კაცი. მაგრამ შინაგანად თქვენში ცხოვრობს ძალიან მოწყვლადი, სათუთი ბუნების ადამიანი. მართლა აი პატარა ბავშვი, რომელსაც ახარებს ყველა მცირე დეტალი. აი ეს ხართ თქვენ ჩემო ძვირფასებო. ანუ რაშია თქვენი ქალური ძალა? ზუსტად აი ამაშია, რომ გქონდეთ ერთდროულად ძალიან დიდი სიბრძნე და ამავე დროს ძალიან დიდი სიმსუბუქე ბავშვური სილაღის სახით. ხო? ეხლა ვნახოთ შემდეგი კითხვა, რა განსაზღვრავს თქვენი შეფასებით თქვენს ქალურ ბედნიერებას? რა განსაზღვრავს იმპერატორი ქალისთვის თქვენს ქალურ ბედნიერებას? ვნახოთ აბა რა არის. თასების დედოფალი მოვიდა, თავად თასების დედოფალი მოვიდა. მოვიდა ორიანი პენტაკლები და მოვიდა ხმლების დედოფალი. რა საინტერესო გაშლა გამოდის. ნახეთ თქვენს ქალურ ბედნიერებას რა განსაზღვრავს და განსაზღვრავს ის, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ არჩევანისა და გადაწყვეტილებების თავისუფლება. თქვენ არ ხართ ეხა პირდაპირ აჩვენებს აქ იმპერატორ ქალს და წეღანაც გითხარით, რომ მიუხედავად ისე, რომ ბავშვური ბუნება გაქვთ, საზღვრებს არაჩვეულებრივად აწესებთ. აქ აი ზუსტად ეს აჩვენა, ნახეთ როგორი განსხვავებული დედოფლის ენერგიები მოვიდა. აქ ხედავთ, როგორი ჰაეროვანია ერთის მხრივ, მეორე როგორი ისეთია სოლიდური და წარმომადგენლობითი, ხო? ეს ხართ თქვენ. თქვენი შეფასებით თქვენს ქალურ ბედნიერებას განსაზღვრავს თავისუფლება პირველ რიგში. არც ერთ შემთხვევაში აქ მამაკაცებო, რომლებიც მისმენთ და ჩაფიქრებული ყავთ თქვენს პარტნიორებზე, ძალიან გთხოვთ, არ შეზღუდოთ და არ მოაქციოთ რაღაცა შაბლონურ ჩარჩოებში, თორემ ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რაც შეიძლება რომ გინდოდეთ. რომ ეს ადამიანები არიან ძალიან აქტიური პიროვნებები, ძალიან კარგად ესმით და გრძნობენ ცხოვრებისეულ არსს, სად არის. და ამავე დროს არიან ძალიან გრძნობიარე ადამიანები, ძალიან მალე შეიძლება გწყინდეთ. ხო, ძალიან მალე შეიძლება იბუტებოდეთ, ემოციური ადამიანები ხართ, მაგრამ აი როგორც ნახეთ, აქ ლოტუსი თავიდან ამოდის, აი ესეთი ლოტუსია რა, ღამე დაიხურებით, დღისით გაიხსნებით, მაგრამ ვინც კი ამ თქვენი ემოციური მოწყვლადობის, ვითომ ესე რო ჩანს, რომ ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი ადამიანები ხართ, ბოროტად მანიპულირებას გადაწყვეტს, ან ბოროტად სარგებლობას გადაწყვეტს, აი მე ხდებით ზუსტად ესეთი ხმლების დედოფლები და უხსნით მათთვის გასაგებენაზე ყველას, ვინ არიან და რა არიან და რატო არიან, ხო? შესაბამისად, თქვენი ქალური ბედნიერების განსაზღვრება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გქონდეთ მსუბუქი გარემო, სადაც თვით რეალიზაციას შეძლებთ, ანუ ეს კითხვა რომ შევაბრუნოთ ეხლა და რომ დავაბრუნოთ, სად დავკარგე მე ჩემი თავი როგორც ქალმა, აი დაკარგეთ თუ ვინმე ამას თulis დღეს დღევანდელი ჩემი მსმენელი, დაკარგეთ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს შეუბოჭეთ ინდივიდუალიზმი, შეუბოჭეთ და წაართვით თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, შეუბოჭეთ და წაართვით განსჯის უნარი და ეს აი ერთი იმით გადააბარეთ თუნდაც ქმარს, თუნდაც ძალიან ძვირფას პარტნიორს. ან ნებისმიერ, ანუ ჩათვალეთ რატომღაც, რომ იცით რა მე სუსტი ვარ და ან ის ჩემზე ძლიერია. და წეღან ტყუილად არ მithქვამს, რომ ყველა ძლიერი, თუ თქვენი მამაკაციც გინდათ რომ იყოს ძლიერი, თქვენ უნდა იყოთ ხალხო ძლიერი. ანუ ის რომ რაღაცა მე სუსტი ვარ და მოდი ახლა მე გვერდზე გავდგები და ყველაფერი აკეთოს პარტნიორმა, ან პოტენციურმა პარტნიორმა, რომელიც ტვინში გაქვთ, ხო წარმოდგენილი. მერე იწყება ძალიან სამწუხარო და სავალალო შედეგები იმისა, რომ იწყება ღალატი, იწყება ერთმანეთის დადანაშაულება, რომ იცი რა
რაღაცა მე გარეთ ვარ და მე შემომაქ და მე ესე და მე ისე და ასე შემდეგ და შენ რას აკეთებ და ამ დროს სახლში შეიძლება 100-ჯერ მეტი საქმე კეთდებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გაუფასურებულია ყოველთვის და აი ესეთი კონფლიქტები გეწყებათ ხალხო. ამიტომ არამც და არამც სად დაკარგეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ფიქრობთ რომ თქვენ დაკარგეთ, მაშინ დაკარგეთ, როცა თქვენი საზღვრები წეღან რო გითხარით რომ გავთთქო, აი ეს თქვენი საზღვრები მოშალეთ და ყველას უთხარით რომ იცით რა, არა ვარ მე ხა ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომ გამითვალისწინოთ. გუშინ შემხვდა სხვათა შორის ესეთი სიტუაცია, ძალიან გავოცდი რა, ადამიანი რომელიც გარეთ არის ძალიან ისეთი წარმომადგენლობითი ქალბატონია საკმაოდ, ძალიან საყვარელი პიროვნებაა და შემთხვევით შევხვდით გზაზე ერთმანეთს და იყო რაღაცნაირად მისთვის არადამახასიათებლად სევდიანი და მოწყენი და რო ვკითხე რომ რა გჭირთ თქო, აიო იცით რა, დღესო სალონში ვიყავიო ჩაწერილიო და სახლიდან რო გამოვედიო, 3 მანქანა ყავთ ამ დროს ოჯახში. სახლიდან რო გამოვედიო, არც ერთი მანქანა არ დამხვდო და ვერ წავედიო სალონში. ხო და ნუ ეხა იმას რა თქმა უნდა გავამხნევე, მაგრამ ფაქტი ნახეთ რა იყო და წინ რაზე ქონდა გულისწყეთა, რომ წინა საღამოსო ვთხოვეო შვილსაცო და მეუღლესაცო, რომ იქნებო რაღაცა ამიყვანოთო რა, იმიტომ რომ ტერიტორიულად მოშორებით დადის ეს ქალბატონი სალონში და ნუ რა თქმა უნდა არავინ არ გაითვალისწინა და წავიდნენ დილას გათენ და ყველა თავის საქმეზე წავიდა და ეს კაცი დარჩა ესე. ხო ვითომ არაფერი, ხო? ანუ მოუნდა ამ ადამიანს რომ თავი მოეწესრიგებინა, ფრჩხილი მოეწესრიგებინა, რაღაცა ასე თმა მოეწესრიგებინა და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, არავინ არ ჩათვალა ეს პრიორიტეტად და დააპრიორიტეტა 3 ადამიანმა ერთსა და იმავე სივრცეში, იმ მომენტში საკუთარი თავი და არც კითხეს რომ დედა, ცოლო, რაღაცა ადამიანო ხო არ გინდა რაღაცაში ხო არ დაგჭირდება, ან იქნებ ეცადო რა რაღაცნაირად შენი გრაფიკი მოარგო. არა, ნახეთ, აი თქვენი შემთხვევა არის ზუსტად ესე. თქვენ როდესაც საკუთარ თავს აი თუნდაც ჩათვალოთ რომ უმნიშვნელოა ეს რაღაცა, მე არ მოგიწოდებთ რომ იყოთ პრეტენზიულები და რაღაცა ყველა მართლა თითიდან გამოწოვილ რაღაცეებზე რომ კონფლიქტებს იწყებენ და რომ ჭირვეულობენ. ხა აქ იმპერატორი ქალები მიყურებ, ზუსტად ვიცი ვიზეც ვლაპარაკობ, ამიტომ აქ აღარ ჩავღრმავდები რა. მაგრამ იმაშიც ნუ შეიტანთ ეჭვს საკუთარ თავში რომ ვაიმე, იქნება უაზროდ უბრაზდები. არ არის იმ ქალბატონის გულის წყენის მაგალითზე რომ მოვიტანოთ, ეს უაზროდ გაბრაზება არ არის. ეს არის უპატივცემულობის ძალიან ნათელი ფორმა. უბრალოდ ჩვენ ადამიანები მოწოდებულები ვართ, რომ აი ვაპატიოთ, შეუნდოთ და ასე შემდეგ. ხო? ამ დროს შეიძლება ან შვილი, ან ქმარი სადღაც ძმაკაცთან წავიდა, იმ ძმაკაცმა დაურეკა და იმას ხო არ ვიცით ხა რა მოხდა, მაგას აღარ ჩავშლი. მოკლედ იმ ადამიანის პირად სივრცეში აღარ შევიჭრები, მაგრამ ამით რისი თქმა მინდა, მოკლედ ხალხო, თქვენი შეფასებით ქალური ბედნიერება, თქვენი პირადი ქალური ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გქონდეთ არჩევანის, ქცევის, გადაწყვეტილების თავისუფლება და ამავე დროს გქონდეთ ნდობა. საკუთარი თავისაც, იმიტომ რომ უნდა ითხოვდეთ ამას, ანუ თქვენ თუ არ გიჯერათ თქვენი თავის, რა თქმა უნდა, გარედან არავინ არ დაიჯერებს ამას. თქვენ უნდა დაიჯეროთ თქვენი თავის, თქვენ უნდა დაიჯეროთ თქვენი ძალის და ეს უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას ზუსტად ისე, როგორც ეს საზოგადოება დარწმუნებული მყავდეთ, რომ ადეკვატურად აღიქვამს, თუ სწორი იქნება, ხო? აი ეს არის მოკლედ თქვენი ქალური ბედნიერება, თქვენი შეფასებით, სადაც არის ის წერტილი და ამავე დროს თუ ეს წერტილი არ გაგაჩნიათ, კარგად დაფიქრდით ახლა, აი აქ დაკარგეთ თქვენი თავი. როდესაც აი რაღაცნაირად მე როგორც არსი საკუთარი თავის, მე როგორც ჩემი სურვილების, მე როგორც ჩემი გადაწყვეტილებების, მე როგორც ჩემი პიროვნული ძალის, აი ეს ყველა მეს ნაწილები რატომღაც ჩახსენით და გადაულოცეთ ან სხვებს, ან სადღაც სკიურში ჩადეთ და დააკონსერვეთ. ესე. ეხლა როგორ უნდა დაბრუნდეთ საკუთარ თავთან, ხო? ან დაუშვათ როგორ უნდა შეხვიდეთ ისევ იმ როლში, როგორადაც გახსოვთ თქვენი თავი, იმიტომ რომ თუ ამბობთ რომ დავკარგეთ, უსვავთ შეკითხვას რომ დავკარგე, ესე იგი როდესღაც გქონდათ, თორე თუ არ გქონდათ, ვერაფერს ვერ დაკარგავდით, ხო? აქედან გამომდინარე, ეხლა ვნახოთ როგორ
უნდა დაბრუნდეთ თქვენ საკუთარ თავთან. რას გვეტყვის დღეს? ნახეთ, მიმღებლობა უნდა ისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო. პირველი არკანი ამოვიდა მიმღებლობა იმისა, რომ არ არსებობს proficiency არის აი სრულყოფილება. ანუ არ არსებობს რაღაცა ისეთი თქვენი შეფასებით, ანუ თქვენს ყოველდღიურობაში უნდა ეცადოთ, რომ შექმნათ სრულყოფილება. ანუ თუნდაც ახლა ადამიანები აქ თუ მიყურებს, რომ პარტნიორი არ ყავს და ეძებთ სრულყოფილ პარტნიორს, ვერ იპოვით მაგ სრულყოფილ პარტნიორს, იმიტომ რომ არ გაქვთ ამის მიმღებლობა. ხო, ვინც ხართ უკვე ურთიერთობაში, იმ ადამიანებს შეიძლება კონდეთ ისეთი განცდა, რომ აი უკეთეს ვიმსახურებდით და ასე შემდეგ. როდესაც ურთიერთობაში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ესეთი პოზიციით ეურთიერთება, რომ აი მე უკეთეს ვიმსახურებდი, ხო? ის ურთიერთობა არასოდეს არ არის მყარი. იმიტომ რომ იქ პირველ რიგში რაც არის დანგრეული, ეს არის პარტნიორებს შორის ნდობა. და პარტნიორებს შორის ნდობა მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის პირადად ესეა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორებს შორის სიყვარული. და ეს სიყვარულში ერთიანდება სწორედ ნდობაც და ყველაფერიც, ხო, შესაბამისად, თუ ვერ ენდობი, თუ არ მიგაჩნია, რომ კომფორტია შენთვის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ის ადამიანი საყვარელი პიროვნება. ამიტომ დაივიწყეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ სრულყოფილება არსებობს, ან დაუშვათ ის აქ რა შეიძლება იყოს, აი ბავშვებს გავზრდი და მერე დავიწყებ. ძალიან ბევრი ქალისგან მომისმენია. აი ბავშვს ბაღში მივიყვან და მერე მივხედავ ჩემ თავს. აი ბავშვს რაღაცა იმას ვიზავ, რა ქვია, წამოვზრდი სკოლაში, მერე ბაღიდან სკოლა დაიწყება, სკოლიდან დაიწყება უნივერსიტეტი და ასე, მერე ცოლს მოიყვანს და იშვილიშვილები თქვენი გასაზრდელი იქნება და ასე შემდეგ. ეს დაივიწყეთ. ქალი ყოველთვის არის ქალი. როდესაც თქვენს მეს გადადებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენს ოჯახს, იმ თქვენს საყვარელ ადამიანებს სასიცოცხლო არხს ჩაუჭრით პირდაპირ, ეს იქნება თქვენგან გაკეთებული. იმიტომ რომ დაივიწყეთ თქვენი პირადი მე. ანუ ქალი არის კეთილდღეობა, წეღან არ მithქვამს ტყუილად, რომ ისეთი ადამიანები მიყურებთ, რომ ქალს რასაც მიუტან, იმას აორმაგებს. ეს არის ენერგია ქალის. ჭეშმარიტი ქალის ენერგია. ამიტომ თქვენ შემთხვევაში, ნუ მიისწრაფვით, ხახმლების დედოფალზე ცოტა რთულია, რომ ეს გითხრათ და იმპერატორ ქალზე ნუ მიისწრაფვით, თქო, იდეალიზმისკენ, მაგრამ იდეალები დამღუპველია ზოგადად, იმიტომ რომ იმედგაცრუების ძალიან დიდი წყაროა. ისევე როგორც მოლოდინები, რომლებიც გვიცრუდება და იმ ადამიანის ბრალი არასოდეს არ არის, ვინც მოლოდინს გვიცრუებს. ჩვენ შევქმენით იმ ადამიანისგან ის რეალობა, რაც დანახვაც გვინდოდა და მე უცებ ამ რეალობის განსხვავებული შემთხვევა რომ დადგა, მე ვთქვით, რომ აუ იცი, ეს ისეთი არ ყოფილა, როგორიც მე მეგონა. ამ დროს არავის არ უთქვამს, რომ მე ესეთი ვარ. ხო? აი ეს მინდა რომ გააცნობიეროთ. ნახოთ მეორე რას გვეტყვის, როგორ უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ თავს, ხო? ნახეთ, თქვენს ჭრილობასთან ერთად ყოფნას გვეუბნება აქ ტარო, ანუ დაბრუნდით, დაჯექით, გამოიგლოვეთ. აი სუმუდმეა წეღან ნახეთ იდენტიფიკაციაში იყო განდეგილი და იყო არკანი ძალა. აი ზუსტად ეს არის, რომ თქვენ გაქვთ სისხლმდინარე ჭრილობა, მაგრამ არ აღიარებთ ამ ჭრილობას. არ აღიარებთ, რომ გაქვთ ეს ჭრილობა და აი ძალით მთელი იმით, რა ქვია, ეკაჩებით ამ რაღაცას. ამ დროს ჭრილობის და განკურნების და ახალი ცხოვრების დაწყების არსი და მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ჭრილობა უნდა მოშუშდეს და მერე უნდა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე ცხოვრებაში. აი ეს არის ჩვენ შემთხვევაში, რომ თქვენ არიღებთ საკუთარ სისუსტეებს, ამ შემთხვევაში ჭრილობები შეგვიძლია ესე გადავთარგმნოთ, არიღებთ იმ ცრემლს, არიღებთ იმ ტკივილებს, არიღებთ იმ რაღაც იგივე თუნდაც იმ ქალბატონის მაგალითზე, რო წავიდნენ სამი ოჯახის წევრი, ხო და რო დატოვეს, ანუ ეს წყენას არიღებთ, თითქოს აი ანუ არა უშავს.
და ეს არაუშავს, გროვდება და მე გადადიხართ განდეგილის ენერგიაში, რომ ანუ საკუთარ თავი იმდენად გააუფერულეთ, რომ ვეღარავინ ვეღარ გამჩნევთ ფაქტიურად, ანუ იქნები თუ არ იქნები, დიდათ არავის აღარ აინტერესებს. აი ეს არის სამწუხაროდ ეს შემდეგი თემა, რომ როგორ უნდა დაუბრუნდე, აუცილებლად უნდა დააფიქსირო იმ მომენტში, რომ ეს რაღაცა შენთვის მისაღები არ არის. და არ უნდა გადახვიდეთ შემდეგ ისე რაღაც დაელოდოთ, რომ აი უფრო მეტად რო გავბრაზდები მერე ვიტყვი. სულაც არ მოგიწოდებთ ახლა მე აქ რომ რაღაც კონფლიქტში შეხვიდეთ და ვინც რაღაცა პატარა უსიამოვნებაში ხართ, ადგეთ და პარტნიორები ან მიატოვოთ და ასე შემდეგ. საერთოდ არ მოგიწოდებთ, მაგრამ საუბარი რომ მე მეწყინა, საუბარი რომ მე ეს დამაზიანა ამ რაღაცამ, ხო, არის მნიშვნელოვანი ზუსტად ის ნდობის თემა. ხო? და მესამე ვნახოთ რა არის შემდეგი, ანუ როგორ უნდა დაბრუნდეთ. ნახეთ, დააფასეთ თქვენი ზრდა. დააფასეთ, ანუ პერფექციონიზმს მოეშვით, თქვენი შეცდომები და პარტნიორის შეცდომებიც და ასე შემდეგ მიიღეთ, ან პოტენციური პარტნიორის ვისაც არ აკყავთ და დააფასეთ ის გზა, რომელსაც გადიხართ, ხო? გადიხართ შიშიდან, გადიხართ შიშის შემდეგ აღქმიდან და მერე შედიხართ სიბრძნეში, ხო? აქ იმპერატორი ქალები თავისთავად ვერ ჩამოყალიბდებოდით. მე ხო არ გეუბნებით, აქ პრინცესები ხართ, თქო, აქ იმპერატორი ქალები მიყურებენ. აქ მიყურებენ ადამიანები, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ, არა ერთ საკითხში მართლა, ხო? აი ეს თქვენი გამოცდილებაა, ეს თქვენი ცხოვრებაა. ხო გახსოვთ რამდენი წლით, ანუ როგორი იზომება ხის ასაკი, ხო? იმ რგოლებით, რომელიც მასზეა გამოსა. აი ეს ხართ თქვენ, ეს რგოლები თქვენი ნაწილია, ეს ნაგლეჯები თქვენი ცხოვრების ნაწილია. ის ჭრილობები, რომლებიც ამ ნაგლეჯებით და ნატეხებით მიიღეთ, ესეც თქვენ ხართ. მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ გამხდარიყავით იმპერატორი ქალი. ამიტომ მიიღეთ საკუთარი თავი ისე, როგორც იმპერატორმა ქალმა და პირველ რიგში მოეპყარით საკუთარ თავს თქვენ პირადად ისე, როგორც ეკადრება და შეშვენის იმპერატორ ქალს. ხოლო მამაკაცები, რომლებიც ამ დრომდე მიყურებდით, ძალიან გთხოვთ მოეპყარით თქვენ საყვარელ პარტნიორებს ისე, როგორც მათ შეეფერებათ და დამიჯერეთ, რომ გაგიორმაგდებათ ის შრომა და ის ამაგი, რაც თქვენი შეფასებით ჩადეთ და დააინვესტირეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? იმედი მაქვს, რომ საინტერესო და საჭირო გაშლა იყო, შემოკარგებო ამ დილას, ესე რომ გავიღვიძე მოვიდა ეს აზრი. იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ, იმედი მაქვს, რომ რაღაცეებზე დაგაფიქრებთ და მოკლედ გელოდებით კომენტარებში არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარებაც და ძალიან მალე შევხვდებით, რა თქმა უნდა. დროებით.